კვირადღეს გამორჩეული პროექტის ბიზნესის კვირაულის ასევე გუშინდელი ეთერი, ისევე როგორც მისი წინა გადაცემა სრულად და ბოლომდე თავისუფალ ბიზნესს, მათ წარმომადგენლებს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას დაეთმო. ბევრი საინტერესო განცხადება, შეფასება და პოზიცია მოვისმინეთ და მათ შორის კონკრეტული ინიციატივებიც წამოვიდა ბიზნესების მხრიდან, რომელსაც გადაცემის შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ. იქამდე კი გსურს თქვენი ყურადღება ერთ პროექტზე. შევაჩეროთ გუშინდელ ეთერში ასევე შედგა პრეზენტაცია პლატფორმისა freebusiness.g. ასაქვე ახალ პლატფორმას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე შეიქმნა. იდეის ავტორი და ინიციატორი ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილი გახლავთ. ბიზნესმენები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის გზა ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებაში არის, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ პლატფორმაზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. რა მონაცემები შეგროვდა ამ დროისთვის და რას ცვლის ახლად შექმნილი პლატფორმა არსებულ ვითარებაში. დეტალებს უკვე შემსრულებლისგან მოვისმენთ. გიორგი ჩუგოშვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმებით დილომშვიდობისა და გვაინტერესებს პირველ რიგში ალბათ ის მთელი ღამის შედეგები, რაც გუშინდელი ბიზნესის კვირაულში პრეზენტაციის შემდეგ ამ დრომდე დაგროვდა. მოგესალმებით დილომშვიდობის. კი, ისმის ხო ჩემი? კი, კარგად გესმის. კი, მოკლედ, კი, საკმაოდ აქტიურად დაიწყო, ჯერ 24 საათიც არ გასულა, რაც პლატფორმა გაუშვით და საკმაოდ მაღალი არის აქტივობა. თქვენ იცით, რომ ბიზნესები, ჩვენი პლატფორმა შედგება ორი ნაწილისგან, ცალკე არის ბიზნესი, რომელიც გამოხატავს სურვილს, რომ შეუერთდეს იმ მოწოდებას, რომელიც აი ორი ძირითადი პუნქტისგან შედგება დეესკალაციისთვის სიტუაციის, რომელიც არის ახალი არჩევნები და დაკავებულთა გამოშვება და აქვე არის ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სხვადასხვა ბიზნესების პოზიციების დაფიქსირებას და ეხლა ორივე მიმართულებით გვაქვს საკმაოდ მაღალი ციფრები. ეხლანდელი მდგომარეობით 400-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენს პლატფორმაზე განცხადებას მოაწეროს ხელი. თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, გადის ვერიფიკაციას, რომ დავწმუნდეთ, რომ უფლებამოსილი პირი აკეთებს ამ განცხადებას. ამ დროისთვის 227 კომპანიას აქვს ვერიფიკაცია გავლილი და ატვირთული არის ვებგვერდზე. ხოლო დანარჩენი დაახლოებით 160-ზე მეტი კომპანია დღეს გაივლის ვერიფიკაციას და დაემატება საიტი. რაც შეეხება თვითონ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც მოითხოვეს სხვადასხვა კომპანიების მიერ პოზიციის დაფიქსირება, ამ ადამიანების რიცხვმა შეადგინა 1700-ზე მეტი და დღეს უკვე მუშაობთ, რომ საიტზე დავამატოთ ის კომპანიები, რომლებსაც ითხოვს საზოგადოება, რომ მათი პოზიცია გახდეს საჯარო. გიორგი, რაღაც რეიტინგი იქნება, ანუ რამდენი ითხოვს, თქვათ, რომელიმე კომპანიის, ანუ ესე იქნება განლაგებული თუ უბრალოდ კომპანიების ჩამონათვალი იქნება, ვისაც ითხოვენ ეს 1700 ადამიანი? არა, ზუსტად იქნება პირველი ვერსია იქნება, უკვე ხო ვიცით რამდენი ადამიანი რომელ კომპანიას ითხოვს, უბრალოდ ამ მონაცემებს გადაწყება ჭირდება. მაგრამ იქნება მოცემული რამდენი ადამიანი ითხოვს კონკრეტულ კომპანიას, იმასაც დავაწერთ. კი ბატონო, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მიმართულება აქვს წინააღმდეგია, რომელშიც ასევე შეუძლიათ კომპანიებს დააფიქსირონ პოზიცია. ამ ნაწილში განაცხადი არის თუ არა რეგისტრირებული, რომელიც განიხილება. ჯერჯერობით ამ ნაწილში განაცხადი არ შემოსულა, არც ერთ კომპანიას არ მოუმართავს პლატფორმისთვის, რომ ისინი არ უერთდებიან ამ განცხადებას და არიან წინააღმდეგი, ვთქვათ, ან ერთ ან მეორე მოწოდებას არ უერთდებიან და უნდათ რომ დაფიქსირდნენ როგორც წინააღმდეგი, ჯერ ეგეთი შემთხვევა არ ქონია, მაგრამ პროცესში მგონია რომ ვიღაცები გამოჩნდებიან, შეიძლება თავისი არა, მაგრამ როდესაც ფაქტი მიდგება იმ ნაწილზე, რომ საზოგადოება ითხოვს, ვთქვათ, ეს პოზიციას და შემდეგ უკვე გამოხატავენ, რომ არ უერთდებით, შემდეგ უკვე დავამატებთ ამ კატეგორიას. გიორგი, ჩვენ ახლა რეალურად პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება შეგვიძლია, რამდენი კომპანია ყოველ წუთიერად რამდენი ემატება და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ის 24, რაც ახლა მე ხედავ საიტზე, რომ პოზიცია მაგალითად არ დაუფიქსირებია და ასევე გვაინტერესებს ალბათ და მაყურებლებსაც აინტერესებთ თანაფარდობა როგორი არის იმ ბიზნესებისა, რომლებსაც უკვე აქვთ და რომლებიც ჩანან მაგალითად საიტზე და ასევე ის ბიზნესები, რომლებიც
რომლებსაც თქვენი ტექნიკური ჯგუფი ახლა რიცხავს, ასე ვთქვათ, რამდენად ვერიფიკაციას გადის ნამდვილია თუ არა, ხო, ამ შემთხვევაში. რამდენად არის მცირე და დიდი ბიზნესები ამ შემთხვევაში? აი, მათი თანაფარდობა როგორი არის? კი, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ პლატფორმაზე მუშაობა დავიწყეთ შაბათს, სულ რაღაც 48 საათი, 50 საათია, რაც ამ პლატფორმაზე მუშაობთ. შესაბამისად, დღის განმავლობაში კიდევ დაემატება ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც უკვე ნახავენ ადამიანები იმ 24 კომპანიის ჩამონათვალს, რომელსაც ყველაზე აქტიურად ითხოვს საზოგადოება და ჯერ ოფიციალურად ჩვენთან პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ამ დღის განმავლობაში ამ კომპანიების ჩამონათვალის ნახვის შესაძლებლობაც იქნება. ეხლა უბრალოდ ჩვენ ბაზაში ვარეგისტრირებთ იმ კომპანიებს, ვინც ყველაზე მოთხოვნადი არიან და დღის განმავლობაში უკვე შესაძლებელი იქნება მათი სიის ნახვაც. შეეხება ვერიფიკაციის პროცესს, როგორც გითხარით, 400-დან 227-მა უკვე გაიარა ვერიფიკაცია და დღის განმავლობაში გუნდი იმუშავებს, რომ ეს რაოდენობა, ასე ვთქვათ, დავაწიოთ მოთხოვნების რაოდენობას და 400 კომპანიასთან ყველასთან გავიაროთ ეს პროცესი და დავამატოთ საიტზე. თუმცა უკვე დღის განმავლობაში რაღაც სიახლეები იქნება ფუნქციონალის კუთხით იქნება შესაძლებლობა, რომ მოვძებნოთ კონკრეტული კომპანია, რომ ამ 500 კომპანიაში თვალით არ ვეძებოთ, დავამატებთ ძიების ფუნქციონალს, დავამატებთ ფილტრებს, იქნება ეს მისი პოზიციის მიხედვით, ინდუსტრიის მიხედვით თუ ასე შემდეგ. და შეეხება კომპანიის ზომებს, აქ ცოტა დრო დაგჭირდება, იმიტომ რომ ინდივიდუალურად უნდა გავიაროთ ყველა კომპანიასთან რაღაც ინფორმაცია გამოვითხოვოთ დამატებით. იქნება ეს მათ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, იქნება ეს მათი კატეგორია, დიდი კომპანიები არიან საშუალო თუ მცირე. ანუ პლატფორმა ყოველდღიურ რეჟიმში დაიხვეწება, დაემატება ინფორმაცია და სულ მალე ჩვენ გვეცოდინება ასეულობით კომპანია, მგონი ხა დილიდან რომ უყურებ სტატისტიკას კიდევ აქტიურად ემატებიან კომპანიები, ვისაც უნდათ რომ გამოჩნდნენ პლატფორმაზე და ხელი მოაწერონ განცხადებას, ასევე აქტიურად გვიგზავნის ხალხი საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრა იმ კომპანიების, რომლებზეც მოითხოვეს პოზიციის დაფიქსირება. ანუ ეს 24 დღის ბოლოს დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ასეული იქნება და შემდეგ უკვე ამ კომპანიებმა უნდა თვითონ მოგმართონ და რაღაც ხალხმა მოითხოვა, ვთქვათ, რამდენიმე ასეულ კომპანიაზე მოითხოვეს უკვე პოზიციის დაფიქსირება და უკვე ამ კომპანიებმა უნდა თვითონ დაგვიფიქსირონ თავისი პოზიცია და ნელ-ნელა გადავსვათ. გიორგი, ამ შემთხვევაში მათი პოზიციის დაფიქსირება როგორ მოხდება? თუ მაგალითად მე ვითხოვ ან 100 მოქალაქე ითხოვს X კომპანიას, რომ მათ პოზიცია დააფიქსიროს და არ ჩანს ჯერ კიდევ საიტზე. ამ შემთხვევაში თქვენი ტექნიკური გუნდი უკავშირდება მათ, ან ავტომატურად რაიმე ტექნიკური შეტყობინება შედის მათთან, რომ მათზე არის მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან. პირველ რიგში საიტზე გამოჩნდება და მათ თვითონ ექნებათ საშუალება რომ ნახონ რომ არ ვიცი რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანი ითხოვს მათ მიერ პოზიციის დაფიქსირებას და თვითონაც დაიწყებენ მომართვას პლატფორმაზე. ამას გარდა იქნება ჩვენ დღეს უკვე გავუშვებთ სოციალურ მედიაში კომუნიკაციას, იქნება ეს Facebook-ის გვერდი თუ Instagram-ის გვერდი, სადაც დავამატებთ იმ კომპანიებს, რომლებიც უკვე შემოუერთდა და გვექნება კომუნიკაცია სხვადასხვა კუთხით, რომ ვთქვათ, ყველაზე მოთხოვნადი პოზიცია ვინ არის, ამის პოსტებსაც დავდებთ. შემდეგ ეს კომპანიები ნაწილი თვითონ გამოვა კომუნიკაციაზე და ნახავს, რომ ხალხი ითხოვს მის პოზიციას და მოითხოვს, რომ დაემატოს. ნაწილზე კი ჩვენი გუნდი იმუშავებს აქტიურად, რომ აი ბევრ ადამიანს აინტერესებს თქვენი პოზიცია და გთხოვთ დააფიქსიროთ. ასე რომ ყველანაირი რაღაც ჰიბრიდული, ასე ვთქვათ, მუშაობის სტრატეგია იქნება ამ კუთხით. კი ბატონო, რაც შეეხება ფუნქციონალის ნაწილში, ალბათ უფრო სწრაფი იქნება სექტორებად დაყოფა ვიდრე სიდიდეებით კომპანიების და ეს ფუნქციონალის ალბათ დაემატება ამ შემთხვევაში. როგორ შეიძლება კიდე განვითარდეს ეს ვებგვერდი? მე ვგულისხმობ, შეიძლება თუ არა ამ კომპანიების ვებგვერდები, ლინკები, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესია, რომელიც მათ შორის გვხვდება იმ კომპანიების ჩამონათვალს,
ნაწილში, ვინც მაგალითად საახალწლო ბაზრობაში არ იღებს მონაწილეობას და ვისაც შეიძლება ნაწილობრივ რაღაც გარკვეული ტიპის მხარდაჭერა სჭირდებოდეს და ასევე მინდა დავაფიქსიროთ, რომ გუშინ გავრცელდა ასე ამგვარადაც ინფორმაცია, რომ BMG-ს იგივით შეიქმნა ეს პლატფორმა, შეიძლება ამაზე წინააღმდეგი არ ვიყოთ, მაგრამ გიორგი ამ იდეის ავტორი და შემქმნელი ამ შემთხვევაში და ამიტომ კაფეოდ გვინდა დავაფიქსიროთ და ჩვენთან მოხდა უბრალოდ ამ პლატფორმის პრეზენტაცია და ამ შემთხვევაში საინფორმაციო მიმართულებით მხარდაჭერა. ფუნქციონალზე რა შეიძლება იყოს კიდევ დამატებით, რაზე შეიძლება ემუშაოთ, აი გალინკო ასე ვთქვა, თუ შეიძლება მოხდეს ამ კომპანიების ვებგვერდების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეგ ფუნქციონალი ფაქტიურად უკვე გამზადებული გვაქვს, უბრალოდ მონაცემების შეყვანა სჭირდება ცოტა დრო. ყველას ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც დადგება აქეთ მხარეს, მათ რაღაც დამატებით მოთხოვნა ან ცნობადობა შეუქმნათ, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე ვებგვერდიდან შეიძლება სხვადასხვა ტიპის ბევრი კომპანია, რომელმაც უარი თქვა, ვთქვათ, საახალწლო ბაზრობაზე მონაწილეობაში და რაღაცა მათთვის ახალი წელი, როგორც ყველაზე კარგი სეზონი ფაქტიურად ჩავარდა. ვეცდებით, რომ მათ რაღაცნაირად ეს დაუკომპენსიროთ, იქნება ეს პარტნიორობა სხვადასხვა ფონდებთან, თუ იქნება ეს მათთვის ცნობადობის ამაღლება, თუ იქნება ეს სხვადასხვა პარტნიორობები, ძალიან კარგი ინიციატივები არის e-commerce კომუნისგან, როდესაც ისინი ეხმარებიან ამ კომპანიებს, ვინც უარი განაცხადა საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობაში, რომ მათ ცოტა გააძლიერონ თავისი ონლაინ გაყიდვები და ონლაინ დაფარვა. ამიტომ ბევრი რაღაც მოყვება, პირველ რიგში მთავარია, რომ ეს ძირითადი პროცესი დავაგდეს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მონაცემები შემოდის და ამ მონაცემებს სჭირდება დროული გაანალიზება, ვერიფიკაცია, რომ ყველა ბიზნესი, რომელსაც აქვს სურვილი დროულად დაემატოს და არ მოგვივიდეს ისე, რომ რომელიღაცა ბიზნესი ისე დავამატოთ, რომ მათ ოფიციალურად ნებართვა იმ ადამიანის მიერ არ იყოს გამოხატული, ვისაც ამის უფლება არ აქვს. დღეს უკვე ეს პროცესი გუშინ ძალიან ესე უცბად გავმართეთ ეს პროცესი და საკმაოდ კარგად წავიდა დღის განმავლობაში, დღეს უკვე დასტაბილურდება. დღევანდელი აქცენტი ძირითადად იქნება იმ კომპანიებზე, რომლებსაც ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და ხალხი ასე ვთქვათ, ითხოვს მათ პოზიციას. ამ დღეს ამ პროცესს დავალაგებთ და უკვე ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ გავამდიდროთ ჩვენი მონაცემები და ადამიანებს უთხრათ, რომ ამ კომპანიების უკან რამდენი თანამშრომელი დგას, რამხელა ეკონომიკა დგას, რამდენად დიდი ძალა იკვრება ამ პლატფორმაზე და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა კვირის განმავლობაში ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გადავაგორებინოთ ის მძიმე პერიოდი, რომელიც ახლა ნაწილს ამ ბიზნესების უდგას. გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, დილიდან საკმაოდ ბევრი საქმე გაქვს პლატფორმის ფუნქციონალების დამატების ნაწილში. გიორგი ჩუგოშვილი, freebusiness.gis იდეის ავტორი და შემსრულებელი და შემქმნელი იყო ჩვენთან ერთად პირდაპირ ხაზზე.